ვიდრე უკრაინაში ომი გრძელდება, საქართველოს ეგრეთ წოდებული Deep State-ის დღის წესრიგში რჩება. დღეს ეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში კიდევ ერთხელ ითქვა. აღინიშნა ისიც, რომ ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 3 წლის განმავლობაში ომის საფრთხეს თავი ქართული ოცნების სწორი და პრაგმატული პოლიტიკის შედეგად აარიდა. ქართულ ოცნებასა და ხალხის ძალაში ამბობენ, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობა არაერთხელ იყო. Დამწუხაროდ სანამ ბატონი დონალდ ტრამპი გახდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, არავის უზრუნია იმაზე, რომ ეს ომი დასრულებულიყო მოლაპარაკების ან დიპლომატიის გზით. ჩვენ ხედავთ, თუ როგორი ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს ტრამპის წინააღმდეგ. ამაში ჩართულები არიან ბრიუსელის ბიუროკრატები, ამაში ჩართული არის ჩვენი ოპოზიციაც, ვინაიდან ესენი ყველანი Deep States ემსახურებიან და ყველასთვის ნათელი არის. მით უმეტეს დღეს როგორც ვითარდება ეს მოვლენები, თუ რამხელა ინტერესი იყო საქართველოს ამ ომში ჩართვასთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან მყარად დავდექით, ქართული ოცნება ყოველთვის იქნება მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი საქართველოში. ბეწვის ხიდზე ვიარეთ და ვებრძოდით უზარმაზარ გლობალურ ძალას, რომელიც მოქმედებდა როგორც საშინაო ქვეყნის გამყიდველი აგენტების საშუალებით, რომელსაც რატომღაც ოპოზიციას უწოდებს, აი ამ აგენტებს ვებრძოდით და ასევე ვებრძოდით საგარეო აგენტებს, რომლებიც დღესაც აქტუალურად მოქმედებენ. გლობალური ომი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს, ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ჯერ კიდევ დიდია საქართველოს ომში ჩათრევის საფრთხე. ასე რომ მაქსიმალურად მშვიდად უნდა ვიყოთ. დეპუტატებმა დღეს ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლებიც დაითვალეს. რთული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე უკვე არსებულ ორნიშნა მაჩვენებლებსა და მომავლის საიმედო პროგნოზებზეც ბევრი თქვეს. მზადდებოდა ღია წერილი თუ ინსტრუქცია, როგორ უნდა მოხდეს ნაბიჯ-ნაბიჯ ქვეყანაში ეკონომიკის დანგრევა. და არ გაგიკვირდებათ და ამ წერილის ავტორი გახდათ ქალბატონი ლორა თორტონი, ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო დაუმორჩილებლობისა და გაფიცვების ეტაპზე გადასვლა, ნარჩენების არ გატანა, ბანკის მოლარეების სამუშაოზე არ მისვლა, სატვირთო მანქანების ძღოლების სახში დარჩენა, ეკონომიკას პარალიზებას გაუკეთებს და ქართულ ოცნებაზე ზეწოლას მნიშვნელოვნად გააძლიერებს. საბოლოოდ ხშირად ეს რიცხვები თამაშია და მასობრივი შეტევა, რომელიც ძალაუფლებაში მყოფ პირებს დაასუსტებს და საბოლოოდ შეარწმუნებს. ქალბატონ ლორას მინდა უთხრა, თუ ვინმე დასუსტებულია და თუ ვინმე შერწმენილია, არის ის ძალები, რომელსაც ის წარმოადგენს. გეოპოლიტიკური რყევების ფონზე საქართველო აგრძელებს მშვიდობიან განვითარებას. იანვარში რეკორდული 11% და 1/100 ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მაშინ, როდესაც საშუალო ევროპული მაჩვენებელი არის მხოლოდ 1%. რუსეთისთვის სანქციები რომ დაგვეწესებინა, მოხალისეები გაგვეგზავნა და მეორე ფრონტი გაგვეხსნა, საქართველოს ჩამოიქცეოდა 6 მილიარდიანი უპრეცედენტო ინვესტიციის ნაცვლად ჩვენი ისტორიული ქალაქების აღდგენაზე დაგვჭირდებოდა სახსრები. დღეს გვაქვს მშვიდობა და ეს ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინა და ამოწვევის პარლამენტარების სამთავრობო გუნდის და ჩვენი თითოეული მხარდამჭერის დამსახურებაა. პოლიტიკური განცხადებები დღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ გახსნა ნიკოლოზ სამხარაძემ უპირველესად აფხაზეთში ჩატარებული არჩევნები დაგმო. შემდეგ კიევთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ქართული დელეგაციის მონაწილეობასა და ქართული ოპოზიციის მავნებლურ პოლიტიკაზე ისაუბრა. მანამ სანამ აფხაზეთი არ არის დეოკუპირებული, რა თქმა უნდა, ნებისმიერი აქტი არის უკანონო, შესაბამისად ეს ეგრეთ წოდებული არჩევნებიც არის უკანონო. თებერვლის ბოლოს გაიმართა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია, რომელზეც ჩვენი ოპონენტები ცდილობდნენ, რომ როგორმე შეერყიათ საქართველოს დელეგაციის სანდოობა. ერთადერთი მოკავშირე, რომელიც მათ ნახეს, ჯო ვილსონი, მისი განცხადება უარყოფილი იყო ყველა დელეგაციის მხრიდან. დეპუტატებმა გურიაში მომხდარი სტიქია, მისი შედეგები და მის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებით შეაფასეს. ეფექტიანი და დროული რეაგირებისთვის მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მმართველ გუნდს უთხრეს. პირველივე დღესვე ჩამოგზავნდა პრემიერი, გაიხსნა შტაბი, სადაც ჩართული იყო თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ყველა სამინისტროები, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც ერთიანად დაგეგმეს ის ღონისძიებები, რომელიც უნდა განხორციელებულიყო სტიქიის დროს. პირველი სამუშაოები დაიწყეს გაწმენდითი სამუშაოები გზების, რათა შესაძლებულიყო მისულიყო სოფლებში გზები. და ასევე მინდა მადლობა გადაუხადო გურიის მოსახლეობას იმ სტიქიის დროს გაწეული იმ ღონისძიებებში ჩართულობისთვის, თავშეკავებისთვის. მადლობა გადაუხადო ჩვენს
უპირველეს ყოვლისა მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს, რომლებიც პირველები იყვნენ, რომლებიც ამ სტიქიის შედეგებთან საბრძოლო და მოსახლეობის მხარდასაჭერად. მადლობა გადაუხადო მეხანძრე მაშველებს, მადლობა გადაუხადო პოლიციის თანამშრომლებს, სამედიცინო პერსონალს, მართლაც იშვიათ მოვლენას, რომელიც განსაკუთრებით გურიაში იყო, აი ამ სტიქიასთან საბრძოლოდ გვერდში დაუდგა ჩვენს მოქალაქეებს, იქნებოდა ეს გურიაში თუ სხვა რეგიონებში. პოლიტიკური განცხადებები დღეს საპარლამენტო უმრავლესობისა და ხალხის ძალის წარმომადგენლებმა გააკეთეს და დრო ძირითადად ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბარს დაუთმეს.